საღამო მშვიდობის ძვირფასო გამომწერებო ბასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან არის პარასკევს საღამოს ტრადიციულად და უკვე მეორედ ასე ვთქვათ ჩვენს პოდკასტში ძალიან საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ ბატონი დავითი აბაშვილი სალამი ბატონო დავით გამარჯობა და ტრადიციულად რა თქმა უნდა ბატონი გიორგი სალამი გიორგი საღამო მშვიდობის მაყურებლებო შემდეგ მოდი ასე ვთქვათ ეს რიგრიგობით ეს ჩვენთვის მაინც ჯერ ახალი ფორმატია და რაღაცა პატარა წუნი თუ გვექნება ძალიანაც ნუ გავგჯით და მოკლედ შევუდგეთ საქმეს აბა დავიწყოთ დავაყაროთ შეკითხვები ბატონ დავითს კაცრებიც ვიყოთ მიხეილ კი რა თქმა უნდა აბარა ბასრი დისკუსიები გავმართოთ ნუ როგორც წესი გაწერილად არა გვაქვს ეს ყველაფერი შინაური საუბარი იქნება ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით მე დავიწყო თუ შენი ხო მოდი კითხვა შენ დასვე ბატონო დავით, გაგვეცანი პირველ რიგში ორი სიტყვით, ბევრი შეიძლება გიცნობდეს დანების მოყოლები, მაგრამ ბევრი ახალი მაყურებელი იყოს და რო გავასწროთ შენი თავი. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მე ვარ დათო აბაშვილი, ამჟამად ვარ დანების კეთებით დაინტერესებული, ისე ვარ პროფესიით მოქანდაკე და შემდგომში ვისაუბრებთ ალბათ კონკრეტულად დანებზე და რა საქმიანობ. ნუ პირველი კითხვა გამიშთა, დანებამდე რა საქმიანობდი? დანებამდე ქანდაკებას ვაკეთებდი, ეხლაც ვაკეთებ იდეაში ქანდაკებას, მაგრამ აი ამ ბოლო დროს უკვე 5 წელია დაახლოებით დანებით ვარ უფრო მეტწილად გატაცებული და ნუ ძირითადი საქმიანობა არის ეხლა დანების კეთება, სულად ვხვდები თუ ჰობი არის მაინც კი, არა, ძირითადი საქმიანობა, ნუ შეიძლება ეგრე დავარ. ძირითადი საქმიანობა არის. იმიტომ რომ ნუ რავი დღე არ გადის რომ ამაზე არ ვიმუშავა და რაღაცა არის. მეც დაუგეგმავი შეკითხვა გამიჩნდა, ეხლა აბსოლუტურად, ანუ გასაგებია ქანდაკება, მოქანდაკე და რა ვიცი, ქანდაკება არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მასალის, ხო? ანუ შეიძლება იყოს კერამიკასთან ურთიერთობა, შეიძლება იყოს მეტალთან, ანუ მეტალთან თუ გქონდა შეხება ქანდაკებაში, ანუ ბრინჯაო, არ ვიცი, ანუ რაიმე სახის ქანდაკება პირველ რიგში არის ისეთი სფერო, რომელსაც არ გააჩნია მასალა არ გააჩნია ჩემი აზრით არანაირი წესები, ქანდაკება შეიძლება გააკეთო ბალახისგანაც, წყლისგანაც ალბათ, ძალიან საინტერესოა. რკინისგანაც და ნებისმიერი დეტალისგან შეიძლება ქანდაკება გააკეთო და უამრავი პრეცედენტი არსებობს, რისგან გაუკეთებიათ ქანდაკება. შენ თუ გქონია შეხება, ანუ სანამ დანას ასე ვთქვათ, გააკეთებდი, ხო? მანამ ანუ ფოლადთან თუ გქონდა შეხება. კი, რა თქმა უნდა. საერთოდ სანამ ქანდაკებით დავინტერესდი, ნუ ძალიან ღრმა ბავშვობაში მოხდა ჩემი ქანდაკებით და ეს თიხასთან ურთიერთობა, შემთხვევით თიხასთან არა ტალახთან უფრო და ეგრე, მაგრამ ასევე ძალიან ღრმა ბავშვობაში ჭედავდი დანებს, აი კატანკას რო ეძახიან, ციოთ არც ცეცხლი არაფერი, უბრალოდ რაღაცა რკინას, იმისგან ვაკეთებდი ხერხის პირისგან ვაკეთებდი VMX-ის ტარი, რული რო VMX მაგისტარი ეხლაც მაქვს ეგ რა საინტერესო ამბავია, ჩვენ ეხლა ძალიან მაგარი, მაგრამ იმის მერე ეგ ალბათ ნუ ცოტა ხანი რა სულ რამდენიმე დანა გავაკეთე და იმის მერე ძალიან დიდი DMX-ი ანუ ველოსიპედზე. კი, ველოსიპედის ტარი ქონდა. გავაგებინე ეხლა ყველა აკეთებს ბავშვობაში რაღაცას. მე ძალიან რაღაც გამო. მე ვნახავდი სიამოვნებით. თუ ფოტო გაქვს და თუ ფოტოს ჩაგვიგდებ, ძალიან მადლიერები ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელიც ნახავ და დაურთავდით. მოძებნი საუბრობთ ვიცი რაღაცა. ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის და მიშასთვის ძალიან ისეთ თემას შეეხე ბავშვობაში, ანუ საიდან მოდის ხოლმე ეს ყველაფერი ამბები და მე და მიშა ჩვენი ამბავი მაყურებელი გვაქვს. აი შენი პირველი დაინტერესება თუ გახსოვს საიდან მოხდა ეს დაინტერესება დანების, როგორ მოხდა ის პირველი შეხება? დანებთან ჩემი დაინტერესება მოხდა აბა ჩემს ქონდა ეგეთი პატარა ჯაყარა რაღაც. არის. რაღაცა ყველა საერთო ისტორია გვაქვს, რომ აი რაღაც მაგის პაპას უნდა კონდეს, რაღაც უნდა კონდეს. ძალიან კაია მე. ნუ გიждდებოდი ამაზე ბოლოს მაჩუქრა. ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ დროს და მე გადავწყვიტე მე თვითონაც რაღაცა, აი ნუ იქიდან დაიწყო. ძალიან მაგარია. ეს ალბათ პატარა იყავი, ხო ძალიან? კი, ნუ საკმაოდ. აი მიშა იმას ვიტყვი რომ ანუ ადრე იყო კულტურა რა, პაპამ პატარა ბავშვს და აჩუქა და ხევანდელი იმით რომ ვიმსჯელოთ, დღეს უკვე უნდა აკრძალული იყოს, იმიტომ რომ შეიძლება პაპას ჩამოართვან და 500 ლარიანი ჯარიმა დაუწერა. კი, მაგის გულით. არა და აი ადამიანის ალბათ შეიძლება ითქვას, ცოტა ხმამაღალი შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ მთელი შემდეგი ცხოვრება განაპირობა რომ ის სიყვარული დათესა და საბოლოო ჯამში ხო რა, მე და შენ ფსიქოლოგები არ ვართ, მაგრამ მაგდას ხვდებით რომ რამხელა რაღაცა არის, რომ შენთვის ავტორ
ავტორიტეტული საყვარელი ადამიანი შენთვის სასურველ ნივთს რო გჯუქნის იმ ასაკში, რა თქმა უნდა, დიდ საფუძველს უყრის. შეკითხვას დავსვავ კაცებთან, არ არის ეგ კითხვა, მე მგონი, მოსულა, ამდენი წლის ხარ დავით? 33-ის. 33-ის, გასაგები არის, ხო, ანუ ესე იგი, ჩვენთან შედარებით დავითი ცოტათი უმცროსი არის, კი ბატონო და აქედან გამომდინარე შემდეგი კითხვა. აი დანები უკვე საყიდლად სად ნახე პირველად, რომ აი დანები იყიდება და აი რაღაცა ან მოგეწონა, ან არ მოგეწონა, ანუ აი ესეთი შეხება სად გქონდა? ხარისხიანი დანა არსად არ მინახია, სადმე რო იყიდებოდეს, მაგრამ აი პირველი რაც ნახე რომ დანები იყიდება, ეგ იყო დიდუბეში, სანამ გვირაბში შეხვდა, მანდი გქონდათ ხოლმე გარეთ გამოფენილი და რაღაც 14 ჩერდებოდი ხოლმე უყურებდი 14 ლარი ღირდა, ერთით შევიძინე, რაღაც ფერა შავი, თეთრი გეტარი ქონდა მახსოვს და მე ხეზე ესროლა მეზობელმა გამიტეხა და დაშალა გასა. არა რომ ნახე ჩემი გაკვრება იმან გამოიწვია რომ ეს ტარი რომ მოტყდა ისე იყო ჩამაგრებული რომ უბრალოდ რაღაცა დროი რო გაჩერებული იყო აი ისეთი პატარა კუნწი ქონდა ისეთი უხარისხო მანდ მიხდი როგორ გვატყუებენ ხო ეს აფერისტები. გასაგები. პატრონ მიხარ, შემდეგ კითხოს მე დავსვავ. კი ბატონო. ეხლა მაინტერესებს აი 5 წლის წინ გადმოერთე ქანდაკებებიდან აი ამ თემაზე. აი ეს რაღაცა გარდამტეხი რა იყო თქვათ, რაც ქანდაკებებით იყავი გატაცებული, სამხატვრო გაქვს დამთავრებული როგორც ვიცი და აი ქანდაკებებიდან ესე დანებზე გადმოერთე, რა იმ გადაწყვიტა, რა ეს გადაბრუნდა. ნუ ესე როგორ გითხრათ, ქანდაკება არ არის ისეთი, ნუ საქართველოში მით უმეტეს, რომ ამით ნუ კი შეიძლება თუ ჩემი აზრით, ნუ ეხა თუ ძალიან იშრომებ და რაღაცა ყველაფერს მიღწევა შეიძლება, მაგრამ ალბათ მე რაღაც დავაკელი, მაგრამ მაინც მოქმედებს ის ფაქტორები, რომ პატარა ქვეყანა ვართ, იმდენი კონკურსები არ ცხადდება, ისეთი ის არ არის, რომ ამით მაგალითად რაღაცა ანუ მატერიალური თვალსაზრისით არ არის ეხა ანუ ეს თქვათ ისეთი სფერო, რომ ადამიანმა საქართველოში რაღაცა სტაბილურ, ასე ვთქვათ, შემოსავალს მიაღწიოს რა, ანუ ხო, ეგეც ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ რაღაც მხრივ კარგი არის, რომ აგერ შენი სახით ამ სფეროში ადამიანი გადმოვიდა, ვისაც მე და გიორგი თანხმდებით, რომ დიდი მომავალი აქვს. მაგრამ ეხლაც სიმართლე გითხრათ, არ გძნობ იმას, რომ აი ქანდაკებას შევეშვი და დანებს ვაკეთებ, იმიტომ რომ იმდენად საინტერესოა, აი იგივე ქანდაკება, ფორმას აკეთებ და აი ქანდაკება ისეთი რაღაცაა, რომ აი შეგიძლია მანქანის დიზაინერი გახდე, აი ფილმში, აი ნების, აი შენთვის ქანდაკებაა, ხო ის რასაც აკეთებ რა? კი, იგივეა. ეს ძალიან კარგად მესმის. ერთ-ერთი კომპოზიტორისგან მაქვს რა მოსმენილი რომ პირობითად ანუ აი დიდ ღრეობაში სადღაცა დიდ სუფრაზე რა ანუ მისთვის ისეთი მელოდიები ჩაჯდა მის გონებაში რომ რაღაცა ვერასრულებდა და აი იმ ღრეობის ხმებმა ასე ვთქვათ უშველა და დაასრულა მე რა ანუ იგივე ეს პარალელს გავავლებ რა ანუ როდესაც შენთვის ეს არის ესე აზროვნებ ეს ნივთი ამასაც როგორც ქანდაკებას უკვე სულს და გულს ეგრევებ რა და ორ მაგაც საინტერესოა უკვე ეგეთი ასე ვთქვათ შემთხვევები მარტო იმას არ სწავლობ ფორმას რა აი იმდენად გეხმარება რომ აი ზომა მასალის ურთიერთკავშირი სხვადასხვა მასალა როგორ დაჯდება ერთმანეთთან ძალიან ბევრ რაღაცაში გეხმარება ანუ დანა ამ შემთხვევაში შენი შექმნილი არის დატვირთული სხვადასხვა რაღაცა სიმბოლიზმით, სხვადასხვა შეიძლება ტერმინს არასწორად ვიძახი, მაგრამ აი როგორც ქანდაკებას აქვს, ანუ რაღაცა ტიპის განმასხვავებელი ელემენტები, ისევე აქვს შენს დანას, ანუ შენ გაქვს ჩანაფიქრი, რომელიც შეიძლება მე ვერ დავინახო, მაგრამ თუ ამიხსნი, კი ბატონო, ხო, მე ძალიან კარგად დავინახო. ხო ეგრეა. კი, ჩემ რავი, ყველა დანას აქვს რაღაც კონცეფცია, თავისი ახსნა აქვს, პირი რატო არის ესეთი დაუშვათ, კლიპს რატო არის ესეთი, ზოგადად ფორმა რატო აქვს ესეთი. ნუ ყველაფერზე შეიძლება საუბარი. თუ შეიძლება გიო ერთ კითხვასაც დავსვავ და მე გვინდა რიგრიგობით გავაგრძელოთ, იმიტომ რომ რაღაც ეშხში შევედი, გავხურდი ესე. სანამ შენ დანებს ჩაუღრმავდებით, მე მაინტერესებს ადევნებ თუ არა თვალყურს ზოგადად თანამედროვე, ასე ვთქვათ, ტენდენციებს მედანეობაში. სიმართლე გითხრათ, აი რომ ეხლა აი აქ რა დანებსაც ვუყურებ, ფაქტიურად არც ერთს არ ვიცნობ ეხლა არ ვიცი და ნუ შეიძლება ითქვა სპეციალურადაც ვცდილობ რომ არ უყურო, არ ვნახო მაგალითად შეიძლება წელიწადში ერთხელ რაღაცა ბლეიდ შოუ ვნახო მაგალითად ტეხასი რაღაცა ეგეთი და
იქამდე ვცდილობ რომ აი მე ვიფიქრო მე გავაკეთო და სხვათა შორის ძალიან ხშირად აღმოჩენია რომ აი ჩემი რაღაცა რომ არ მინახია, რაღაც მიფიქრია, მე ტელევიზორში მინახია ზუსტად ის და ხვდები იმ მომენტში რას ფიქრობდა ის ზუსტად როცა მაგას აკეთებ. ანუ შენ ამ თვალსაზრისით უყურებ რომ არ გინდა რომ ვიღაცა თქვათ ხშირად უყურო რომ რაღაცა მე შეიძლება ძალიან მოგეწონოს და რაღაცა ინსპირაცია არ გინდა. შენით გინდა რომ მაქსიმალურად იყო. არის ეგ პერიოდიც რომ რაღაც გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცე, მაგრამ უმჯობესი იქნება ჩემი აზრით ეგეც ვერ იტყვი ახლა კარგია რა თქმა უნდა რომ იცი ის რა ხდება სოფლიოში რა საკეთებ მაგრამ ჩემთვის პირადად ვცდილობ რომ მე ვიფიქრო მე გავაკეთო აკაც ერთი პარალელი მინდა მოვიყვანო ბოდიში გაწყვეტინებ ძალიან საინტერესო რაღაცებს იძახის ჩემთვის ბატონი დავითი იმიტომ რომ აი კრივი ვისაც გიყვართ დღეს დაუმარცხებელი სოფლიო ჩემპიონი დღეს უკვე აღარ არის დაუმარცხებელი მაგრამ არტურ ბეტერბიევს კითხეს ერთხელ რომ ანუ სხვაო ვინ გევასებაო რა მოკრივოთ საერთოდ არ უყურებო კრივსო და არ ვიციო ხა ესეო რა გითხრათ რას ქვია ანუ არ უყურებო რა და ძალიან ჩაეზია ეს ჟურნალისტი რომ რატო არ უყურებ რეალური შემეძლიაო გითხრაო რომ იმიტომ რომ რაღაცა თქვათ ყველაზე რეალური მიზეზი არისო რომ მე შეიძლება ჩემი სტილი ანუ შევცვალო და ვეღარ ვიყო ესეთი ძლიერი ანუ ამაში არის ესე იგი რაღაცა რომ ანუ ადამიანები ესეთი კუთხით თავის პროფესიას უყურებენ და რაღაცა მსგავსება დავინახე დავითის ნათქვამშიც მე კი გინდა არ გინდა ადამიანს ესეთი ფსიქოლოგია აქვს მოქმედებს რა მაინც შენზე ის ვეღაცის გავლენა არის კი ეგ აი ყველაზე ისეთ მაგალითს მოგვიყვან ქანდაკებას რო აკეთებ ისე მაგას შევეხები აი მაგალითად პორტრეტს შენ შეიძლება არც იფიქრო მაგაზე მაგრამ შენ დაუნებურად გაუკეთებ დედის თვალს რაღაცა ისე თავისით გამოდის ის რაც ძალიან ხშირად ხდება თვალში რა ისე ხა ზეგავლენის ამბავზე რომ დავფიქრდი ბატონო გიორგი იმენა შენ გრეგ მეტფორდის ზეგავლენის ხვეშ ხარ რა всё მე ხა ეხლა დავასკვენი მე რა მე ვიცი ზეგავლენის ხვეშ ვარ ეგეც რას ფიქრობ მე ვიცი ზეგავლენის ხვეშ მასეო შევადაროთ რა მოდი რა რაღაცა ეხლა ვერ ვფიქრობ სიმართლე გითხრა ემოციებში ვარ ძალიან საინტერესო კარგი გავე მოდი ჩავუღრმავდე ამ თემას კი ბატონო შემდეგ შეკითხვა გრეგ მეტფორდზე არ დავტოვებ ესე მე რომ ვისაუბრო არ დავტოვებ მაგას ესე მოდი ჩავუღრმავდე დანებს მიხეილ კი ბატონო ჩემთვის რაღაცნაირად ისე 5 წლის წინ დავიწყე და თუ რო იცახე ძირითადად საქმიანობა რაღაცნაირად ჩავუფიქრდი მაგას რომ მეც 5 წლის წინ დავიწყე ერთად დავიწყეთ აი მაგის თქმა მინდოდა და მე და დათო მაშინ გავიცანით ერთმანეთი პანდემია იყო სხვათა შორის 20 გაქანებული პანდემია იყო და სახელოსნოში მუშაობა დავიწყეთ თუ არა ლესვა დავიწყეთ თუ არა რაღაც მალევე დამეკონტაქტა დათო ეხლა იმას იტყვის თელი კლიპი რომ ის რა მოყევით საინტერესოა იცი რას ვიტყვი ეხლა არის ყველა ხო თავისებურად უყურებს ამდანეს და თავისებურად ხედავს რა და ეხლა ამდანეს რო უყურებდი მე ეხლა გული დამწყდა რომ ის კლიპისგან არ მაქვს სიმართლე გითხრა გული დამწყდა იმიტომ რომ აქ ხომ თავარი ის არ არის თქვა თავარი არის იმის იქით რას გზნობ და რას ხედავ და მე ეხლა ამ ხელა წინსვლას რო ხედავ მიხეილ ამ ხელა წინსვლას მე ეხლა ის კლიპისგან რო მქონდა ჩემთვის რაღაცნაირი ღირებული იქნებოდა რომ აი ადამიანმა თქვა საიდან დაიწყო და სადამდე მივიდა რამდენიმე წელიწადში და ეგ არის დასაფასებელი კლიპისგან იყო დურსმანს ჩარტყი? მე მგონი არა. არა, ჩაგირტყია, ანუ სტანდარტული ლურსმის საწყოთი დანა იყო. ისეთი დანა იყო მიხეილიო თავიდან, აი უკვე იმ ეტაპზე ვიყავი. შენ გააკეთე ფაქტიო, დაშვები შენ გაუკეთე. ანუ იმდენად სქელი იყო, რომ არცილესებოდა, იმდენად სქელი იყო. ხო და იცი როგორ ეტაპზე ვიყავი, მიხეილის უკვე ეტაპი იყო, რომ აი მეველეს საკარგად თუ დანებშია რაღაცა პრობლემა რა, რაღაცა ჩემთან ბრძოლები მქონდა რა და მაგ ეტაპზე გავიცანი დათო და დათოც თავიდან მაშინ რომ ისეთი თავდაჯერებული ხელოსანი არ იყო, დამეხმარა იმაში, რომ თქვა დანებს ჩაღრმავებოდით და ცოტა გადამეტანა, რომ დანებშიც შეიძლება რაღაცები შესაძლებელი იყოს. და მანდიდან დავიწყეთ მე ჩემი და დათოს ურთიერთობა. ისე ხა რა ძალიან რთული სათქმელი არის, რომ პანდემიას რამდენი ტკივილი და უბედურება მოყვა, მაგრამ ну არის ხო ეს ნათქვამი რა, რომ ანუ ყველა სირთულის დროს რაღაცა მეორე მხარეც აქვს რა ამ სირთულეებს და რამდენმა ადამიანმა შეძლო და შეცვალა თავისი ცხოვრება სხვა მიმართულებით წაიყვანა. ანუ რეალურად პანდემიის დროს მე არ დამიწყია, მაგრამ ეხლა რო ვაკვირდები რა, ანუ
ჩემშიც პანდემია იყო ის ფაქტორი, რამაც მომცა იმის დრო, რომ მე მაქსიმალურად მეტი დრო დამეთმო ჩემი ჰობისთვის. მეტი მეკითხა, მეტი მეყურებინა, ან მართლა ეგრეა რა, ანუ დილიდან საღამომდე ფაქტიურად უყურებდი, ვკითხულობდი დაწყებული, რა ვიცი, ფოლადებზე ინფორმაციით გაგრძელებული სხვადასხვა რაღაცას და ესე იგი რაღაც დოზით მეც მაქვს ასე ვთქვათ პანდემიასთან ისეთი მოსაგვანარი რა. გიო, მოდი მაშინ მე დაგისვავ შეკითხვას. რა ხან თქვენ ერთმანეთი მაგ პერიოდში გაიცანით? ანუ შენ პირველი ასე ვთქვათ რაღაცა ნამუშევარი გაქვს ნანახი და გალესე ის ნამუშევარი და ხედავ აი ამ ცვლილებას ამდანაც კარგად იხილავ თქვენ აუცილებლად მაყურებლებო. ესეთ რაღაცას კითხავ. 5 წელი არის ჩემი აზრით ძალიან არაფერი ძალიან დიდი დრო არ არის იმისთვის რომ ადამიანი მიხვიდე კარგ შედეგამდე. ანუ ადამიანებს ბევრად მეტიც დაჭირვებიათ იმისთვის რომ რაღაცა გამოსვლოდათ რა. შენ როგორ ფიქრობ, ანუ ეს 5 წელი ჩვენ რეალობაში აი ამ კონკრეტულ ნივთამდე მისული როგორი შედეგი არის, ანუ აი 100 ქულიდან ძალიან კრიტიკულები ვიყოთ, თუ გინდა ვთქვათ, რომ ანუ დავითმა თავისი მონდომებით, ხო? ანუ აი 100 ქულიდან რამდენი ქულა გაწურა, რა მოდი ესე ვთქვათ რა. თორე ეს ყველაფერი ხო ფინანსებთან არის, ბევრ რაღაცასთან არის რა დაკავშირებული რა. მოდი ჩემებურად ვიტყვი მაშინ. ქვიშენებურად, კი ბატონო. ესე ვიტყვი, იმედია სწორად გამიგებთ და რაღაცა სხვანაირად არ იქნება გაგონილი. 5 წელში შესაძლებელი იქნებოდა სხვა ქვეყანაში სხვა შესაძლებლობებით ბევრად უკეთესის გაკეთება, მაგრამ აი მე რასაც უყურებ, აი ქულები რომ მითხარი, ხო? მე დაცვას შესაძლებლობები ვიცი, ეგანაც ვსაუბრობთ მიხეილ და მარტო გრინდერი აქვს ადამიანს. და სვერლინი მაქვს ისეთიო, რომ ხელით ჯობია რომ გაიხვდოს, ხო? ეხლა არა, გრინდერი უკვე ეს ბოლო 2 წელია. ხო, 2 წელია გაქვს. აი ამ შესაძლებლობების ფარგლებში მიხეილ მე ვიტყოდი რომ 100-დან კაი 95 დავუწერდი ამ შესაძლებლობებში ადამიანმა რომ აი ესეთი დანები მოიტანა დღეს. ხო, შენგან მინდოდა ეს მომესმინა და რატო მოდი ამას ავხსნე და გავაგრძელოთ რა. ანუ რეალურად დავითი არის პირველი ოსტატი, რომელიც არის ჩვენთან სტუმრად და შესაბამისად ჩვენ რო არ მოგწონდეს მისი ნამუშევარი, ხო, რა თქმა უნდა, არც ჩვენგან არ იქნებოდა რაღაცა ინტერესი და ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, პირველი გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ანუ ის ხალხი, ვინც ჩვენი აზრით შრომობს, ვინც ჩვენი აზრით შედეგს დებს და ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ სფეროში კარგი გააკეთოს, ავთ ჩვენ ძალიან გვინდა რომ რაღაცით დავეხმაროთ. ეს რა ვიცი, ცნობადობის გაზრდა იქნება თუ არ ვიცი, სხვა რამ, მოკლედ ძალიან მოხარული ვარ კიდევ ერთხელ რომ დავით აქ ხარ, ჩემო კარგო და მე კიდე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მაყურებელსაც მოეწონება ეს ჩვენი წამოწყება და ავითი არ იქნება, რა ქვია, პირველი და უკანასკნელი ქართველი, ასე ვთქვათ, ოსტატი კიდე იქნებიან სხვებიც. ეხლა ძალიან ბევრია კიდე ჩემზე უკეთესიც და ბევრი სტუმარი გეყოლებათ ალბათ უკვე ამას იქით ძალიან საინტერესო. ეხლა რაღაცა რამდენიმე წუთია ეს დანა ხელში რაც მიჭირავს, მე რაღაცა ასოციაციები გამიჩნდა, ოღონდ ჯერ არ მინდა მაგაზე ვილაპარაკო, ჯერ მინდა შენ გალაპარაკო ბატონო გიორგი. ეს slip joint. მოდი ესე ვთქვათ რა. გასაკეთებლად ჩვენ ხომ ვიცით რომ slip joint-ი არ არის მარტივი საქმე. სამართული არის slip joint-ის გაკეთება. ხო, კი ბატონო. ანუ თან აქ სანამ გადაცემას ჩაწერას დავიწყებდით, გქონდა რაღაცა ისეთი პრივატული საუბრები, რაღაცა დაფერვასთან, ასე შემდეგ და აი ზუსტად აქ უკვე დავითის, რა ქვია ამას, როგორ თქვა რა, უნიკალურობა, უნიკალური ხედვა, ანუ ადამიანმა გითხრა, რომ პირობითად რაღაცა ანოდირებას მე მირჩევნია, ანუ მე ამას უყურებ როგორც ქანდაკებას რა. მე არ დავფიქრებულ ვარ აქამდე რომ დანისთვის შემეხედა მაგ კუთხით. შენ ქონია ეგეთი, რა ვიცი, ნუ როგორც ხელოვნების ნიმუშება ვთვლობ ხოლმე რომ შევხედო, თუმცა ესეთი მხატვრული ხედვა მე არ მაქვს. ერთ ვიტყვი არ დამოვიწყეს და აი მაგას ვაფასებ მე ბევრჯერ დათოს კომენტარები შემხვედრია, ძალიან ისეთი ხმამაღალი კომენტარები, ძალიან ცნობილ ოსტატებზე, ისეთი რომ ხო ხტები, ანუ
თავისუფლება უნდა მიცე. ხო. თავისუფლება უნდა მიცე, რომ ესე თქვა, რომ გააკრიტიკო ესე სერიოზულად. ის წალკეთება არის მაგაში ვერ შევალ ახლა ის მართლა ეგრე იყო საკრიტიკებელი იყო თუ არ იყო, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ავცემ და ძალიან მაგარი არის, რომ თქვა, აი ეგეთი შენი ხედვა გაქვს და მიუხედავად იმისა, ის რამდენად ავტორიტეტული არის, რამდენად არ არის, ამ ადამიანს თავისი ხედვა აქვს და თავისებურად აი ესე გადმოცემს ამ ყველაფერს თავის დანაშში. Slip joint-ებს რაც შეეხება, slip joint-ები რთული გასაკეთებელი არის, რატო ვიცი ეს კარგად ახლა არსენასთან რო ვიყავი, არსენიანთან. მაშინ кайხანებს საუბრობ მთელი საღამო ვისხერით რა და slip joint-ებზე ჩამოვარდა საუბარი რა და ძალიან რთული არის არსენა მითხრა ახლა ფლიპერები რამდენი აქვს გაკეთებული, მეც რამდენი მაქვს კოლექცია და აი slip joint-ებს არ ვაკეთებო, იმიტომ რომ ძალიან რთული არისო და ცალკე სექტა არისო, მაგის ცალკე ჯგუფები არისო და ცალკე ზომავენო კუთხეებიო, როგორ უნდა ჩერდებოდეს, საიდან უნდა მიდიოდეს, რა ზომა ჭირდებოდეს და ასე შემდეგ, რა მოკლედ ცალკე მიმდინარეობა არის და არ გეგონოთ რომ რახან ესე ჯაყო არის და მარტივად იხსნება იკეთება, მაგის გაკეთება მარტივი არის. ასე რომ ძალიან ისეთ ამბიციურ იმას ხარ შეჭიდებული და თქო და წარმატებები ძალიან დიდი. მოდელს სახელი აქვს? თუ ჯერ არ აქვს სახელი? ეს კომპანია ასე ვთქვათ რა, რომ გავაკეთეთ, მე და ჩემი ოღონდ დამეხმარა თვითონ დიზაინერია და ლოგო, მაგან აუხსენი რა კონცეფციის უნდა ყოფილიყო და ნუ ესეთი ლოგო. ამაზე ცალკე გითხრა. ანუ თვითონ დანას როგორც მაგათ ეს პირველია, მინდა და ყველაზე მეტად გამოხმაურებოდა რა შინაარსიც აქვს მაგალითად ამ ბრენდს, იგივე შინაარსის ყოფილიყო ფორმატს. აჰა, გასაგები. ეს მაგიტო არის, რომ მაშინ მოდი უკვე ვთქვათ, ესე იგი, ბრენდს ქვია Old Bones, ანუ ახლოდან თქვენ ნახავთ ლოგოს, Old Bones, ბებერი ძვლები და მე ძალიან მომეწონა თავიდანვე გუშინ თუ გუშინ წინ ვნახე შენ გააზიარე უკვე გვერდი და ანუ სიახლე იყო ხო იცი უცბად რა და გამიხარდა რომ აი რაღაცა კარგ სიახლეს რომ ხედავ რაღაცნაირად მიხარია რა დანების თემაში და Old Bones რომ მივხვდი რომ ესე იგი დათომ უკვე ბრენდი გააკეთა უკვე ვიცოდი რომ მოდიოდი ჩვენთან და მეთქი მაგაზეც ვისაუბრებ და აგერ დამასწარი მეუღლე დამეხმარაო და მოდი მაგაზე ჩაგეკითხებ ძალიან გამეხარდა ეგ ამბავი იმიტომ რომ როგორც წესი ძალიან დიდი უმეტესობა მაგარი ოსტატების არის ხოლმე რომ გვერდში უდგანან ისეთი მეუღლეები ვისაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ძალიან დიდი კი ანუ მაგ ამბავში შენც გაგიმართლა და მეუღლე ასე ვთქვათ გასაფორთებს ხმარობენ ხოლმე ხა არ მიყვარს ეგ სიტყვა ანუ გვერდში გიდგას ძალიან მაგარია ჩემ მეუღლე რო არ ყოფილიყო ესეთ ლოგოს ვერ გავაკეთე მადლობა მეუღლეს აქედან ჩვენი სახელით ნამდვილად ძალიან საინტერესო არის და ყველას მოგვართავთ მეუღლებს კი დაუნდეთ გვერდში ნამდვილად ეს დანა მე პირველად ნახე ესე იგი აქვია იმას კაცო ჩვენს გამოფენაზე შუალედური გამოფენა რო იყო რამოდენიმე თვის წინ ოღონდ მაშინ სრულიად იყო ნუდისტი ტიტანის ის ხო ნუ ერთ-ერთი მოდელი პროტოტიპი მოდიფიკაცია კი ბატონო და ანუ მაშინვე ასე ვთქვათ მოვიხიბლე რა რომ ანუ მე არ მქონდა რაღაცა რა ქართულ სიტუაციაში რაც მსგავსი დანა ნანახი რა ასევე ცალკე თემა არის ზოგადად დასაკეცი დანები შენ ციცი რომ ვთქვათ ფიქსის გაკეთება არის რა მოდი ვაღიაროთ უფრო იონი ვიდრე დასაკეცის გაკეთება ხო ეგრეა გია კი ხო ანუ შესაბამისად არ არის მარტივი ხა იდეალური ფიზის გაკეთება არა კი ბატონო მაგრამ ადამიანს როდესაც ჭირდება რომ რაღაცა გააკეთო და ეს იყოს კომერციულად წარმატებული ბევრად ნაკლებ დროს დახარჯავ კარგი ფიქსის გაკეთებაზე ვიდრე კარგი დასაკეცის გაკეთებაზე მაგრამ აი ამის მოკლედ კითხვა მდგომარეობს შემდეგში რამდენი ხნის მუშაობის შედეგი არის აი ეს მოდელი აი როდის დაიბადა ასე ვთქვათ შენ თავში არის ცით დაახლოებით 1 წელი ეხლა ამ მოდელს კონკრეტულად არ ვაკეთებდი, მაგრამ ძალიან საკმაოდ სერიოზული მუშაობა უნდა იმას, რომ საჭიროდ ჩათვალო ის, რომ მაგალითად რაღაცა სახელი დაარქვა, რაღაცა ბრენდივით ჩამოვაყალიბო. და ნუ 1 წელი დაახლოებით იხვეწებოდა რაღაცა,
აბა ისე და რაღაცა აი მაგ შენ საქმიანობას მინდა ჩაუღრმავდეთ დათო კარგად, იმიტომ რომ ეხლა ჩემთვის მე ხო რაღაც ვიცოდი რომ თქვა ოსტატი არის, თქვა როგორ ცხები და ძირითადად ვიცოდი რომ ფიქსებს აკეთებ. ეხლა ცოტა ისე ვარ, რაღაცა გაურკვევლობაში კითხვები მაქვს, ანუ საითკენ მივდივართ, აი რომ ესე რომ დავსვა კითხვა. შეკვეთებს იღებ, როგორ მუშაობ, ბრენდზე მუშაობ, ანუ ზოგადად ეს ბრენდი იქნება ფიქსած გააკეთებ მერე და თქვა ფიქსიც ამ ბრენდის ქვეშ იქნება თუ როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი? აუცილებლად ფიქსაც გავაკეთებ. ფიქსაც? კი, როგორ არა, ნუ ისეც გავაკეთებ, რომ ნუ ამას ეხმიანებოდეს, თვითონ ბრენდს ეხმიანებოდეს და რა ვიცი, ნახოთ. ანუ ველოდეთ ქართულ რეალობაში, მოკლედ, ანუ დაანონსებით კი არა და აგერ ვიძახით, რომ არის უკვე ბრენდი Old Bones, აგერ ვხედავთ პროტოტიპი არის თუ ფინალური ასე ვთქვათ ვერსია, ავტორი იტყვის ამას, მაგრამ ბრენდი უკვე არსებობს და ძალიან ისეთი განაცხადია, ფიქსიც იქნება და არ ვიცი, ესე იგი რაღაცა პერიოდის განმავლობაში ძალიან კაი რაღაცებს უნდა დაველოდოთ, ძალიან მაგარი ამბავია, რომ გვექნება ქართველებს შესაძლებლობა ჩვენივე, ასე ვთქვათ, წარმოების დასაკისიც და ფიქსიც ბრენდის ქვეშ შევიძინოთ უკვე. როგორც წესი არის ოსტატების სახელი და ასე ვთქვათ, სახელით ედიან და ბრენდი, რა ვიცი, ცოტა ქართულ რეალობაში არის კი ბრენდების. და თუ ერთ კითხვას დაგისვამ ახლა მე. სხვა დროსაც განვიხილავთ ხოლმე მე და მიხეილი სულ რომ თქვათ რა არის ხელნაკეთიდან რამდენია ხელის ჩართულობა ოსტატის მიერ რას ქვია, იმიტომ რომ ინსტრუმენტების გარეშე არ გამოდის არც ამის კეთება. აი მე მაინტერესებს შენ შემთხვევაში, შენი სახელოსნოს შემთხვევაში, აი რამდენად როგორ გაქვს მოწყობილი, როგორც ვიცი, თერმოდამუშავებას აკეთებ თუ არ აკეთებ, აი მაგას რო ვესაუბროთ ჩვენ მაყურებლებს და აი თვითონ დანის შექმნა როგორ ხდება, მაგას რო ვისაუბროთ, აი რამდენად მეტი არის ხელის ჩართულობა. კი ბატონო. ნუ დანის შექმნა იწყება პირველ რიგში იქიდან, რომ ადამიანს ჭირდება ძალიან დიდი კონცენტრაციის უნარი, ესე არ არის, რომ მაგათ რაღაცა მიხვიდე და პირდაპირ, ნუ ბევრი არის ისეთი, რომ პირდაპირ რაღაც გამოჭის და გააკეთებს, მაგრამ თუ პროფესიონალურ დონეზე ხარ ამით დაინტერესებული, აუცილებლად უნდა წახვიდე წარსულშიც, მომავალშიც უნდა იმოგზაურო, იმიტომ რომ ხელოვნებას აქვს დროში მოგზაურობის უნარი და აი იქ უნდა დაგეხმაროს რა ეს შენი ქვეცნობიერის, აი ადამიანს აქვს თვითონ აი ძალიან ადრიდანვე აი ამ ნივთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რომ გენეტიკურ დონეზეა ჩვენში ასახული რა ეს ის და რაღაც შეგრძნებებს აი ამ შეგრძნებებს უნდა უსვინო აუცილებლად. ჩვენთან ყველას გონია ხოლმე რომ ხელნაკეთი მაინდა-მაინც ნაჭედი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში შენი აზრი როგორი არის და ამ კონკრეტულ დანაზე თქო ეგ როგორ არის? ჭედოა ეხლა ჭედვაც მაგალითად თერმოდამუშავებაც ჩემი აზრით არის სხვა სფერო არიან ისეთებიც რა თქმა უნდა. ალბათ ოსტატი უფრო მაგას ქვია რომ შეუძლია ჭედვაც ნუ მაესტრო ქვია უფრო მაგას, რომელსაც ჭედვაც შეუძლია, დამუშავებაც შეუძლია, თერმოდამუშავებაც შეუძლია, ფორმის კეთებაც შეუძლია და მთლიანად იარაღის კეთებაც შეუძლია, მაგრამ აუცილებელი ჩემ შემთხვევაში არ არის რომ იცოდე მაგალითად თერმოდამუშავება ან ჭედვა. თვითონ ფოლადზეც ჭედვა ახდის რა თქმა უნდა გავლენას, მაგრამ თუ კარგი თერმოდამუშავება იცი, ჭედვას არ აქვს, მაინც და მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა. კი ბატონო. ადრე მახსოვს ჭედავდი კიდევაც. ძალიან დიპლომატიური პასუხი გაქვს და ეხლა დავითვა. მაგრამ მადლობა. ნუ რაღაც პერიოდი ჭედავდი, კი. მაგასაც ცალკე მუღამები აქვს რა, ჭედვას. ხო, ექნება რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე გადაწყვეტე რომ თქვა დანის შექმნაზე უფრო მიმართო მთელი ენერგია. ხო, იმიტომ რომ საერთოდ თული ადამიანს აი ბევრი მეგობარი ყავდეს, ყველას ის დრო მოახმარო და რაღაც და ამ შემთხვევაში ესეა რომ უფრო ჯობია ერთი პროფესია, ერთ მიმართულებას გაყო, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს რა. არა, ეხლა პერიოდულად ეხლაც არ ვამბობ ჭედვაზე უარს ამ მსგავს რაღაცაზე, მაგრამ იშვიათად. გასაგებია. თერმოდამუშავებაზე რას გვეტყვი მაშინ? ამ კონკრეტულად ამის თერმოდამუშავებაზე? მინდა რომ ჩაუღმავდეთ დეტალებს, იმიტომ რომ ქართულ რეალობაში ცოტა ისე გამომდის ხოლმე რაღაცა რომ რაღაც ამ კრიტიკულად ვარ სინამდვილეში, მინდა რომ თქვა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ქონდეს ადამიანს და რაც შეიძლება კულტურა გაიზარდოს. კი ბატონო. სრულ თერმოდამუშავება, სრულთან ნახევრად თერმოდამუშავება მე არ ვიცი რა არის. არც მე არ. სრული თერმოდამუშავება ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ფოლადი ისეთი რაღაცაა, რომ ყოველთვის შეგიძლია მეტი და ეხლა არ მგონია ვიღაცა ამ ფოლადიდან 100% ამოიღოს და კი ბატონო. ისეთი რაღაცა არა. კი ბატონო. გრინდინგს შენ აკეთებ.
კი. გრინდინგი შენი გაკეთებული არის. და როგორც ვიცი, გრინდერი გაქვს მხოლოდ. კი. ანუ ამ სიფრთხეების გასწორებასაც რაღაცებსაც ხელით აკეთებ შენ. კი, გრინდერით ვაკეთებ და ერთი თავი მაქვს რეალურად არ გამოიყენება ლინზის ამოსაღებად ესეთი, მაგრამ მე ვიყენებ. აჰა, გასაგებია. ნუ მიხეილ, მე სიმართლე გითხრა, მაქვს ესეთი განცდა, რომ წეღერაც ვთქვი, ხო? კლიპი რომ მქონოდა მეთქი, ხო? აი ხაც მაქვს იგივე განცდა, რომ თქვა დღესაც რაღაცა შანსი არ გავუშვა ხელიდან, იმიტომ რომ ხვალე მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა რომ ხვალე კიდე დათო არ გააგრძელებს, არ მოეშვება ამას და კიდევ მაგარ ნამუშევრებს შემოგთავაზებს. ნამდვილად მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაცემის ჩაწერამდე რაღაცები ფურნიტურაზე რო ვკითხე, რაღაცა რო ამიხსნა, ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ვთქვათ დაუსვი, კითხვა დაუსვი და ვიცი კლიპსის აგებულება რატო არის მეთქი მსგავსი ფორმის და მოდი ხელახლა მაყურებელსაც რო აუხსნათ აი რასთან ასოცირდება ეს გრძელი ამ შემთხვევაში და ესეთი ფორმის კლიპსა. თავიდან ვახსენე რომ მაქსიმალურად მინდოდა ბრენდთან მიახლოებული დიზაინი ყოფილიყო პირველი რა და ამიტომ გავაკეთე ტარსაც თუ დააკვირდებით ძვლის ფორმა გაზოგადებული ძვლის ფორმა და ასევე კლიპსაც აქვს ძვლის ფორმა. თუ რატო არის ეს მაგალითად ეს ლოგო, რატო ქვია Old Bones-ი, იმიტომ ქვია რომ ისტორია ასე ვთქვათ რა, საერთოდ ადამიანის ძვლები ინახავს ძალიან დიდ ინფორმაციას და კონკრეტულად დანის საშუალებით 3,300,000 წლის წინ აღმოაჩინეს პირველი დანა და აი მან მოგვიტანა ადამიანის ცხოვრებაზე, საერთოდ არც არავის ეგონა რომ იმ დროს შეეძლო ადამიანს ქვის იარაღის გაკეთება, მაგრამ როგორც გააკეთე და აი იქიდან მოდის რა თვითონ ეს ფორმაც და თუ შეხედავთ რაღაცა შუბის წვერს მოგაგონებთ რა რაღაც ეგეთი ემოცია მინდოდა რომ მე მივხვდი, ჩემი აზრით მივხვდი, რასაც გულისხმობს დავითი და მოკლედ მე მაქვს ეს წარმოდგენა, რომ დაახლოებით რაღაც 1 წელიწადში ეს მოდელი პატარა რაღაცა ცვლილებებს მგონია, ჩემი აზრით მიიღებს და იქნება უკვე აი რაღაცა მართლა საოცარი ნაკეთობაც, ინსტრუმენტიც და ხელოვნების ნიმუშიც. ყველაფერი ერთად იქნება ესთან. აი ახლა ამაზე ვიტყვი რატო აქ არის დამაიც ეს პირი რა ახლა ბევრ შეიძლება თქვენი აზრითაც ესეთი პირი ნუ ვეღაცა დიზაინერს ეკუთვნის ხო თუ ბოუის გულისხმობ ამ შემთხვევაში? არა. ხო, აი ეს პირი მაგალითად აი ეს არ ვიცი ვინმეს თუ ჩაუტარებია ეგ კვლევა ჩემს გარდა, მაგრამ 10 ადამიანი რომ აიღო, რომელიც ამ საქმეში არის დილეტანტი, რომ ისე პასტა და ფურცელი 10-დან 8 ესეთ მსგავს ფორმას დახატავს. ეს გამომდინარეობს თვითონ ამ ფორმის სიძველიდან ალბათ რა, რომ იმ ხდენხანს იყო ეს მოხმარებაში ესეთი პირის ფორმა, რომ რატომღაც გინდა ეხლა გამახსენდა ჩემი ბავშვობის, აი მართლა გამახსენდა, თან აი თვალწინ დამიდგა, სულ ეგეთებს ვხატავდი. კი. ხო, აი არ ვიცი და სულ ეგეთებს ვხატავდი რა. ეტყობა მე აქ ექსპერიმენტი არ გამიკეთებია ნამდვილად, მაგრამ ხო, კი. ნუ საინტერესოა რა, ნუ ესეთი პირი, ხო ალბათ რა ვიცი, მე მულტფილმებში ვხედავდი მაშინ რაღაცა ბარმალეისკი ნოჟი რაღაცა და, მაგრამ ნუ ხო რა. დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენს მაყურებელს გაუჩნდება კითხვა ახლა და მათ მაგიერ დაგისვა ამ კითხვას. შეკვეთებს თუ იღებ? ადრე ვიღებდი, მაგრამ ახლა იშვიათად. ანუ სურვილები თუ იქნებიან, გადმოამისამართოთ? კი, რა თქმა უნდა, ნუ საერთოდ მაშინ გეტყვით ამაზე სრული ინფორმაციას, როგორ მოხდება ამ დანის გაყიდვა. ვფიქრობ, რომ მაგალითად ავიღო შეკვეთები და ვისაც არ ეჩქარება და თუ შეუძლია რომ მაგალითად დაიცადოს, რა თქმა უნდა, რამდენ შეკვეთაც იქნება, იმდენ განას დავამზადე, უბრალოდ არის დროის საკითხი. გასაგებია. დანარჩენი თქვათ თავიანთი სურვილით ესე თუ ამზადებ თუ მაინდა შენი ხედვა რო გაქვს და ისეთი დანები გინდა რო აკეთო. აი ეგ არის ახლა გიო, აი როგორც ის თავარი ჩემი პრობლემა და თავარი ჩემი აზრით ყველა knife maker-ის პრობლემა, რომ მოდის დამკვეთი და გეუბნება, რომ პირი ესეთი უნდა იყოს, ტარი ესეთი უნდა იყოს და
მაგ დროს ვერ ხვდები უბრალოდ რა უნდა იმ ადამიანს შენგან, უბრალოდ ხელოსნური საქმე რაღაცის კოპია გააკეთო. თუ ის უნდა რომ მაგალითად, შეიძლება რაღაცა გარკვეულ დონეზე გითხრას, რისთვის ჭირდება, როგორი დანა უნდა იყოს, საშინო გამოიყენოს და შენ შექმნა ის დანა. ესმის შენ ეგრე ჯობია. ანუ ველოდოთ შენგან რომ გააკეთებ რაღაცა ფიქსის მოდელსაც, თქვა დასაკეთილი იქნება და შემოგთავაზებ ხოლმე და საშუალება ექნება ადამიანს. მაგრამ პრეორდერის პრინციპით პირობითად შეიძლება იყოს, რომ ანუ მაცა დავუშვათ გამოაცხადებ რომ ეს მოდელი თქვა 3 თვე არის საჭირო და კი ბატონო. ხო, მეც ეგ მოდელი მომწონს ვიდრე კი ბატონო, კი. რაღაცა ყველა თავისას რო ებერება რომ აქ ეს გამიკეთე. ხო, რაღაც პერიოდი მუშაობდი ეგრე, მაგრამ ძალიან რთულია, საერთოდ ვერ ვითარდები მაგ დროს. აი რაღაცებს კი სწავლობ, ხელი გეხვეწება, მაგრამ უბრალოდ ხელოსნურ დონეზე. გასაგებია. მიხეილ, ხო შევაჯამოთ ნენელა. იცი რა არის ერთი კითხვა მაქვს დარჩენილი. კი, თქვით და აღნიშნე რომ მოკლედ აი წელიწადში ერთხელ თუ შევხედაო რაღაცა ტეხასის შოუს და ასე შემდეგ. მაგრამ პირადად შენ თუ გაქვს დაუშვათ დანები და თუ გაქვს რა დანები გაქვს რო გითხრა შენ წარმოებას არ მაქვს შენ წარმოებაზე არ მაქვს ლაპარაკი ანუ ჭედლების და საერთოდ ვინც იარაღს აკეთებს ჩემს არსებობს რამოდენიმე ტიპი და ერთი არის ის რომელსაც რაღაც რო გააკეთებს ძალიან მოწონს და უნდა რომ სულ თავისთან დარჩეს და იყოს მაგრამ აი დედა ჩემი მეუნებოდა სვანე მე ნახევრად სვანე ვარ და სვანეთში იყო ერთი მჭედელი რომელსაც თავისთვის ძალიან ბევრი დანებს აკეთებდა მაგრამ თავისთვის ჰქონდა რაღაცა პირ ამოღრმავებული ეს რეკურას ეწია ხო მაგას და ესეთი რაღაცა ძველი ნუ გაუბედურებული დანა მაგით დადიოდა და მეც ეგრე ვარ ფაქტიურად რა შემიძლია ვთქვა რომ დანები არ მაქვს გასაგებია ძალიან საინტერესო არის სხვათა შორის ანუ მე მგონია რომ დღევანდელი გადაცემის მერე მე ბევრ რაღაცაზე სხვანაირად დავიწყებ ფიქრს მე ანალოგიური კი ბატონო მე ანალოგიური განცდა მაქვს მეორე კითხვა კიდე ქონდა კი და მაქვს ერთი ესეთი შეკითხვა რახან ბრენდზე საუბრობთ ანუ გვერდი როგორც ვიცი Facebook გვერდი გააკეთე თქვენ ნახავთ დავითის Facebook გვერდს და გადადით დაულაიკეთ გვერდი დავეხმაროთ ერთმანეთს ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და რა ვიცი როგორ ფიქრობ რომ რაღაცა პერიოდის მერე ალბათ რაც შეფუთვაზეც სავარაუდოდ და უკვე ისეთ ფორმას მისცემ რომ ანუ რაღაც შეფუთვაზე მიხეილ და აი რომ მოვედი მაშინაც ვისაუბრეთ რომ რის საშუალებაც მაგალითად საქართველოს ბაზარმა მომცა ამ შემთხვევაში რომ მაგალითად ის ვინტერი იქნება თუ ტარის მასალა იქნება ეგაც დაიხვეწება რა თქმა უნდა და მომავალი მოდელი ალბათ სავარაუდოდ უფრო ბევრად რაღაცა ისეთი იქნება რა შეჯამებული შემდგარი რა გასაგებია ვისაუბრეთ მაგაზეც მე მოხარული ვარ რომ ანუ შენ ასე ვთქვათ ქმნილებას უყურებ ისეთი კუთხით რომ ანუ არ ხარ აღფრთოვანებული 100%-ით და ანუ ძალიან ისე უყურებ რომ რაც აქვს შესაძლებელი იმას აღიარებ და შენ თვითონ იძახი რომ უნდა გავაკეთო ეს ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის ძალიან სასიამოვნოა იმიტომ რომ მე მქონია შემთხვევა რომ ნუ ადამიანს ესე ჯერა და ეხა ნება მისია ეხა მე ხო ვერ დაუწყებ ეხა რაღაცეების მტკიცებას უბრალოდ ნება ჩემია რომ მე არ ვიყიდი დაუშვათ რა მის პროდუქციას და ამ შემთხვევაში ძალიან სწორედ უყურებ მაგ საკითხს დანის იმაში არ ვერევი მე შენ ვერ გასწავლი ვერაფერს პირიქით ეხა დავიწყებ მეც რაღაცა ფიქრს კანდაკებებზე და ასე შემდეგ და შეიძლება საკუთარ დანებში რაღაცეები ვიპოვო და არ ვიცი მე პირადად ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადო აი რა ვიცი იმ ყველაფრისთვის რაც ეხა მოგვიყევი და რა ვიცი მე ამ თუთას კითხვები ამოვწურე ბატონო გიორგი შეთქვი მიხეილ რომ მე და შეხშიათ გვისაუბრია რომ თქვათ აი 5-10 წლის მერე და რაღაც ეგრევე სახავთ ხოლმე რომ თქვათ 10 წლის მერე შეიძლება სხვანაირი იყოს ეს სფერო და ახ სხვა ოსტატები გამოიხსნა ახალი ოსტატები და სიახლე შეიტანონ და სხვა დონეზე აიყვანოს კულტურა და რაღაცა ეგ შეგრძნება მაქვს რომ აი რაღაცა ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება ეს იყოს და სიმართლე გითხრა ვიტყვი რომ ჩემს კოლექციაში
ჩემდა სამწუხაროდ ქართულიდან არ მაქვს, მაგაზე მე არ ვისაუბრებ. ეხლა და დიდი სურვილი მაქვს, რომ დავითის თანამ მქონდეს. დათოს მადლობა. თანხმობით ესეთი კომპლიმენტები მითხარით რა გავწიფეთ. არა, ეს რახანა ეს შეჯამებას ასე ვთქვათ, ვაკეთებთ, ანუ თქვენ ჩემო ძვირფასო გამომწერებო შეგახსენებთ რომ გამოიწერეთ არხი აუცილებლად, ანუ ჩვენ არათუ საუბრები რაღაც მართლა კამათებიც გვაქვს ხოლმე მე და გიორგის, ანუ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ქართულ რეალობაზე. გასაგებია რომ 24 საათი შეხება გვაქვს Spider.com, Microtech, Benchmade, მაგრამ აი რაღაცა არ გვასვენებს რა. ანუ ბიზნესი არის რაღაც, მაგრამ ჩვენც ძალიან მაგრად გვინდა რომ აი ამოსარჩევად გქონდეს საქმე, ბევრი იყოთ, ანუ ის ხალხი, ვინც საინტერესო რაღაცებს აკეთებთ, აი მეტი რა ვიცი რა, ხატზე დავიფიცებ, რომ ეგრეა რა და რაც შეეხება მაყურებლებო დაელოდეთ, იმიტომ რომ საინტერესო ოსტატები ჩვენთან კვლავ იქნება. ბატონ დავით, კიდევ ერთხელ მადლობა მოუხადოთ, გამოიწერეთ მისი Facebook გვერდი და დაალაიქეთ ჩვენი YouTube არხი. კი ბატონო და კიდე დავამატებ რომ ხარი დაუჭიროთ ქართულ ოსტატებს და ქართულ ამ კულტურას მარტო ოსტატი ვერაფერს გახდება თუ არ იქნება დამფასებელი და თუ არ იქნება მხარდაჭერა თქვათ კოლექციონერის და ასე შემდეგ მათი მხრიდან. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა დათმობრძანებისათვის, ძალიან საინტერესო იყო ეს საუბარი, საერთოდ დამავიწყდა რომ პოდკასტში ვიყავით, აი ესე ვიყავით რაღაცა ცოტა სხვანაირ მეც ეხას იმ გულწრფელად ვიზახი ეგეთი პოდკასტი არ მქონია, იმიტომ რომ ხან საით ვიყურებოდი, ხან საით რაღაცებზე ჩამაფიქრე, შემოხედე, სულით სამჯერ შემოგხედე და არ ვიცი რა, ჩვენც ვითარდებით ამით, ასე რომ აი ხო ხვდები თან დამთავრება რო არ მინდა რა. მოკლედ მადლობა ძალიან დიდი, გამოიწერეთ არხი და აბა მომავალ ვიდეოებამდე შემოგარგებთ. არც მოგებული ვარ, ჩვენ შევხვდებით კიდევ ერთხელ და აუცილებლად ამოვნებით ნებისმიერ დროს. მადლობა ძალიან დიდი დათო. აი ხარ